ძალაუფლება ხელში ჩაიგდო გაბატონებულმა, გამდიდრებულმა ორფეხა ღორებმა ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით. სოლომონისაკის მეჯღანუაშვილებმა დამახინჯებული ფსიქიკით, ამოცლი ეროვნული ცნობიერებით, გაუმაძღარი სტომაქით იყარა საფუძველი იმისათვის, რომ აი ეს ოლიგარქია გაბატონებულიყო, ერთლარიანი ზეთი 10 ლარი გამختارიყო, ორლარიანი წამალი 200 ლარი და სამთეთრიანი ელექტროენერგია 30 თეთრი, ხუთთეთრიანი გაზი 50 თეთრი, თუმცა ჩვენ ყველგან მეგობრებო, ყველა გადაცემაში, ყველა შეხვედრაში, ყველა ურთიერთობაში ეს ადამიანები გვარებით უნდა ვახსენოთ, დავასახელოთ, ვიცოდეთ, ვისი მარტო ივანიშვილის მოცილება არაფერს არ მოგცემს. თუ მე მოვარდება სხვა მილიარდერი, სხვა ოლიგარქი, იგივეს იზავს. იმავე გზით გააგრძელებს ქვეყნის ზარცვას და გლეჯვას და არაფერი არ გვეშველება. ჩვენ სისტემა უნდა ჩამოვშალოთ და სისტემა რო ჩამოვშალოთ, აი ეს პერსონები, აი ეს ბანდა. ნუ ახლა შეიძლება არ ჩანს ეს კარგად და აგერ წაგიკითხავთ. ვანო ჩხარტიშვილი მილიარდერი ჩვენი ანაბრების გამტაცებელი ის ბედნიერია დღეს და სანამ ვანო ბედნიერია ერი იქნება უბედური. აი ვანო რო იქნება უბედური და უბედური ახლა ფიზიკურად გარეთეს უსურვებ. ციხეში რო იქნება და რომ მოატაინებთ ანგარიშებიდან ბიუჯეტში მილიარდებს, ხო? მე იქნება უბედური და ეს უნდა მოხდეს, ეს უნდა გავაკეთოთ. ხანერ არ გვეშველება. აბა ახლა სააკაშვილს რო ქონდა ის არჩევნების წინ ვარდების რევოლუციის დაუბრუნოთ ანაბრებიო და მე ვანო ჩხარტიშვილი რო გახდა მისი ფრაქციის წევრი და მისი უმრავლესობის შემადგენელი ნაწილი და კომისია შექმნეს და დაადგინეს რომ თურმე ეს ანაბრები ვანოსკენ წაუღია ჩვენ დამოუკიდებლობის საფასური იყო დამოუკიდებელი რომ გავხდით რატომ უნდა გადამეხადა ვანოსთან მილიარდები ჩემი ანაბრებიდან დამოუკიდებლობისათვის მაშინ უნდა გადამეხადა მოსკოვისთვის ვინც ელცინისთვის ან ვინც იყო გორბაჩოვი ვანო ვინ იყო ვანო ტყეში რო ყდებოდა პანტის და მაჟალოშამი და საშკი და ლობიოს მეტი არაფერი ქონდა. ირაკლი რუხაძე ეს ბანდიტი ეს ლიბერტი ბანკის მფლობელი ყველა ბიზნეს სექტორის მენეჯერი ივანიშვილის ცემენტიდან დაწყებული და რა ვიცი დეველოპერული ბიზნესით გაგრძელებული ირაკლი რუხაძე ხლა ვითომ დატოვა იმედი და გადაინაცვლა მაშინ რა ქვია ბიზნესში თვითონ მანამდე არ ყოფილა ბიზნესში რადგან ეშინია სანქციების რომელიც უახლოვდება და აუცილებლად მოხდება. გადააქცია იმათ რა ქვია ტელეკომპანია იმედი საპატიმრო თავისუფალი აზრის ციხეთ და თანაც ანტი-ლგბტ-ური ეს ჰომოსექსუალებს და ლესბიანკების ფაქქვეშ მიწასწავენ ამ დროს სავსეა თურმე ტელევიზია ამ მიმართულების ხალხი და თვითონ ამ ბატონის ეხლა თვითონ რო არ იყოს და ნედროში ამ პროცესების არ ვიტყოდი არაფერს ხო ამ ბატონის ქალიშვილზე გათხოვდა თუ რა ვიცი მაგათ რა ქალიშვილება ლონდონში რომ ხელი მოაწერეს ოფიციალურად ესენი ებრძვიან იმათ რა ქვია ერთსქესიანთა გამოვლინებებს. სოსო ფხაკაძე, ძმები ფხაკაძეები, აი ვისოლი, ბენზინ მაფია, გახცნილი ადამიანი, რომელსაც ხელში ჩაიგდო ვენდია და კიდევ დონაცების კომპანიაც ამერიკული და ჩვენ ახლა მიმოწერა გვაქვს ამ კომპანიებთან რატო უნდა მუშაობდეს რუსი ოლიგარქი პარტნიორი რატომ უნდა იყოს ამერიკული კომპანიების პარტნიორი რატო რა ლოგიკით გილაურები ძმები გილაურები ეს ორი ბანდიტი რომლებიც ჩაბუდებული არიან ყველაფერში ენერგეტიკიდან დაწყებული ბანკები სამშენებლო ბიზნესი რა ვიცი თუ კი რამეა ქვეყანაში მიწის ნაკვეთები ყველაფერს ფლობენ და ამათ გაღებული 1 ცენტი არავის არ ახსოვს გველმოქმედება ძმები პაპაშვილები სულხანდალაშა პაპაშვილები ესე იგი ვეღარ გაძღნენ ბანკები და სხვა გატაცებული სიმდიდრით ჩვენი და ფერმა გახსნეს ზროხების რომლებსაც კინტელს აჭუმებდნენ და მე იმ რძით ჩვენი ბავშვები იკვებებოდნენ აი ახლა ესენი ციხეში არ უნდა იჯდნენ აქამდე ესენი გარეთ უნდა დადიოდნენ ძმები ბეჟუაშვილები გელა და დავით ბეჟუაშვილი შევარდნაძის დროიდან ფულის გათეთრება სიყალბე იარაღის კონტრაბანდა ყველა მთავრობა მოიცვალეს ყველა პარტია მოიცვალეს და დღეს ისევ მილიარდები ისევ ოფშორებში ანგარიშები ისევ სპეცჯეტები სპეცთვითმფრინავები ერთი ესენიც აი ის არ იყოს აი ჩხარტიშვილის აგერიმინა მანგლისიდან რუბიკიჩები არიან ენატრებოდათ ხმელი პურის სახში და ყაჩაღობით გას შეიძლება მიაღწიოთ არაზნეობით არაშუობით არანიჭიდან ყაჩაღობით ძმები შარანგიები მილიონრები ბანდიტები
საპატრიარქოს გვერდზე გახსნეს ის შანგრილა ის რა ქვია ტოტალიზატორი ის კაზინო არსად სოფლიო რომ მოიარო ვერ ნახავ სიწმინდის გვერდით თქვათ კათედრალური ტაძრის გვერდით ან საპატრიარქოების სიახლოვეს კაზინოს ეს არის ღვთისგმობა თუ მისცეს ფული მეუფეებს იმ საპატრიარქოში ვინც არის დააფინანსებს ის გაჩუმდნენ აღაშენა და ჭამეს და ჭამეს საქართველოს მაქაც არია ხუჩა მაქაც არია აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ ეს რა ბანდიტი ვინმეა ეს ხუჩა მაქაც არია ადრე გითხარით რომ აი ამ სოხუმიდან აფხაზეთიდან წამოსული ეგრეთ წოდებული ელიტა ვინც იქაც მართლობაში იყო და ვიცი მშობლებიც თავარი გამყიდველია და თავარი დამნაშავე რაც მოხდა იმდენი მაპატიეთ იმ პრასტიტუტკეს აფსუებთან რუსებთან რა ვიცი ყველასთან საქართველოს წინააღმდეგ იმდენი გადაწყვეტები გამოდეს რომ საბოლოო ჯამში ის ხალხი გახდა მსხვერპლი ამ გენოციდის აფხაზეთში მაცხოვრებლები და წამოვიდნენ მე და აქ აგზელებენ ბოროტებას და ქვეყნის ჩამას აქ აგზელებენ ეტყო უნდათ რომ აქაც ისინი მოვიდნენ რა ქვია პუტინის ჯარები და იქაც ძალიან კარგად იგრძნობენ თავს იმათან იმიტომ რომ ეხლაც იმათები არიან ეხლა წეღან ვკითხულობდი მე კიდე ამდენი არ ვიცოდი იცი თუ არ შევცდეთ და ზუსტად რომ მოგახსენოთ ეს მაქაც არია რადონის ყაჩაღია რადონის ყაჩაღი თანაც რუსეთის ოფიციალური აგენტია ფედერალური შურობის სამსახურში დატანტალებს რამდენჯერაც მოსკოვში გამოიძახება ხო ნუ აგენტობას კიდევ დაალებე თავი რა თქმა უნდა სუდია სახელმწიფოსთვის ბევრი აგენტები როგორც დღეს ჩვენ გვყავს მაგრამ ახლა იმ აგენტს რო ბიზნეს გეგმებიც აქვს და ლუკმაპურსაც გვართმევს ხელდახელ ეს კიდევ დამატებით უბედურება აჰა მაქაც არია აგენ რა წილებს ფლობს ვოლტბეი თბილისი ენერგიის ფლობელი თბილისის ენერგეტიკა Georgian Hotels Management Group 65% სასტუმროები მელისა ჯგუფი 75%-იანი წილი ეს მელისაც რაღაცა მსხვილი ბიზნესი ალბათ ხო თბილისური 20%-იანი წილი თბილისი მოლი 26%-იანი წილი Lexi Hotels Group 55%-იანი წილი Geotao 16%-იანი წილი Geofish Group 50%-იანი წილი მზიური 50%-იანი წილი Smart Technica 50%-იანი წილი Aquamarine 50%-იანი წილი City Development 30%-იანი წილი Georgian Technology 80%-იანი წილი H&R Management 40%-იანი წილი ამას დაამატეთ მთელი თბილისის სამარშრუტო ტაქსების ქსელი ამისია და მთელი თბილისის გაზის განაწილება ამაზეა დამოკიდებული და პლუს საქართველოს ჩოგბურთის პრეზიდენტი სპორტი საპატრიარქო და ოლიგარქია აი გადაკლირტულია ერთმანეთში და ჭეშმარიტი ნიმუში და მაგალითი ხო აგერ ლევან და გიორგი ყარამანაშვილები მილიონებია ესენ სოხუმიდან არის მილიონები იმათ მაინც დაახარჯონ რაღაცა იმ დევნილებს და გაჭირებულ ხალხს თავს რო იკრავენ შიმშილისა და უპატრონობისა იმათ მაინც რაღაცა დაახარჯონ იმათ მაინც აი ეს ორივე ყარამანაშვილი მილიონები მოკაფეს აქ ხან კიევში ჩალიჩობენ ხან აქეთ ჩალიჩობენ და ესე მიდის ცხოვრება და ამიტომ ვარ გაღატაკებული და გაუბედურებული აი მათ წაიღეს ეს ფელი ქონება და საბოლოო ჯამში პოლიტიკაც წაიღეს და სახელმწიფოც წაიღეს ივანიშვილი ამომწვერვალება აი ამ ბანდის გიორგი კაპანაძე ეს რიჟაც წოდებული აი სრულად უზნეო არსება კაცი შეიძლება იყოს კრიმინალიც მაგრამ ზნეობა შეანჩნეuli კონდეს დადის ჩამწერი და ყველა ხელისუფლების საუბრებს იწეს და მე ახალ ხელისუფლებასთან მიად იმას ასმენინებს და ამით იღებს ნდობას აქაც ამ ფორმატით იმოქმედა და ჭიათურ მარგანეცი რომელიც უნდა იყოს ჩვენი არსებობის გარანტია ეს არის ოქრო შავი ოქრო თულეთკა უწოდებენ არის ამის ხელში იყო პლუს ევალებოდა რუსთავი ორის დაფინანსება რომ მეტვითხული მოგვესმინა აგერ მილიონები კი გამოიმუშავა ამ უზნეობით ატა კურტანიძე სამლის ბარიგა ეს ჭიჭიკია მართლა ცუდი გაგებით ჭიჭიკები ძალიან კარგი ბიჭები არიან წამლის ბარიგა 3 ლარიან წამალს რო ყიდის 300 ლარად და რა წამლებსაც ყიდის იმის ნახევარი რომ მარტო ცარცია და ამის გამო ხალხი იძულებულია გავიდეს თურქეთში გადავიდეს იქნა გადმოიტანოს სამალი იმიტომ რომ ეს არ მოქმედებს ის არის სიყალბეა
როგორც ტექნოლოგიური ნამზადი. აი, მილიარდერი და ფლობს არ მარტო აფთიაქებს. ჰოსპიტალები, სხვა არაპროფილური ბიზნესი, კლინიკები, მონოპოლისტია. აი ეს ხალხი ყველა უნდა იქნას გაკულაკებული, არ მარტო პოლიტიკიდან გაგდებული, არამედ მათი ბიზნესები უნდა დაიშალოს, დაიხლიჩოს, ნაწილი დაუბრუნდეს სახელმწიფოს, რაც სახელმწიფოსგან წაიღეს. ნაწილზე გამოცხადდეს ახალი ტენდერები. აი ეს არის ქვეყნის გადარჩენა. და რა ის რომ მარტო ივანიშვილი შევცვალოთ ან დაიჭირონ და წაიყვანონ ჰააგაში. ეგ კიდე არ იქნება შეღავათი, თუ აი ეს რომელიმე ბანდიტი კიდე აბობდა სახელმწიფო ტახტზე. ილია წულაია და ბექა ოდიშარია ეს ორი ბანდიტი, აი ამათ სინდიზია თუ აქვთ და კისერზია, მთელი თბილისის გაარებება, არაბიზაცია, მთელი კორპუსებიდან სამშენებლო ბიზნესი, აი ამათი კურატორობის ქვეშ მოქმედებდა ესლები და მილიარდები რა თქმა უნდა ცალკე დარჩათ და სამაგიეროდ ჩვენ დაგვჭა უამრავი ახლად შემოთესლებული უცხო ტომელი, რომელთა სახეებსაც რო გავივით რუსთაველზე, ნახავთ რომ ადგილობრივი მოსახლეობის პროცენტულ რაოდენობას აჭარბებს აი წულაიამ და ოდიშარიამ სამშობლოს და თბილისის გამყიდველებმა აი ეს მათი კურატორობით შეიქმნა ეს ვითარება. ზაალ დუგლაძე აგერ დეპუტატი პარლამენტისგან ზაალ დუგლაძე იმის საოჯახო კლანის წარმომადგენელი ივანიშვილის, რომელსაც ხელში ჩაგდებულია მთელი კახეთის ზურები, ვენახები და მთელი ღვინის ექსპორტი, რაც ხორციელდება მოსკოვში და სოფლიოს ქვეყნებში, ამის კონტროლითა და ამის შემოსავალია პირადი ვაზი, ჩვენი სიმბოლო, ეროვნული, ჩვენი სიამაყე, ჩვენი ხელსაგოგმანებელი მარგალიტი, ვაზი, მისი კულტურა და მისი პროდუქტი დარჩა ვიღაცა დუგლაძის ხელში. არ არის წეღი შესაგდები და არ აქვს მოსატანი ის მილიარდები, რაც წაართვა კახეთს და ქართლს და იმერეთს. რა თქმა უნდა, კახა ბექაურია ეს ნაზირალა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე 800 მაღაზია, 2 ნაბიჯი, მოგება ასეულობით მილიონი ლარი, 9 მილიარდი მარტო სულთა მოგება ამ წლების განმავლობაში, რით იმით რომ 5 ლარიან კარგს ყიდის 15 ლარად, 2 ლარიან კამფეტს ყიდის 8 ლარად, ის რა ქვია, ბრინჯს 4 ლარიანს ყიდის 9.5 ლარად, აი ეს ჩამოყალიბებული ბანდიტი, აბა ქუჩის ჯიბის ქუდმა რა უნდა დაგიშოვოს იმდენ. რასაც ესენი უშოვებენ ქვეყანას და მომავალს. გოჩა ენუქიძე ბანდიტი, რაჭის ერისთავად წოდებული, ბენზინის მთავარი მაფია, 1 ლარიან საწვავში რომ 10 წლებია ვიხდით, ჯერ კიდევ ნაცების დროიდან, ჯერ ნაცი იყო ეს, ნაცი დეპუტატი იყო, მე გახდა კოცი, როგორც მოხდა და ხდება. აი მთელი ეს ძარცვა გლეჯა, რაც ნავთო პროდუქტების სფეროშია, აი ამის მერა დახურცელებული და ეს არის კურატორი ყველაფერი ამის. ვიქტორ ჯაფარიძე ეს ყაბარდო-ბალყარიდან გადმოგორებული დათვი, ბანდიტი, ჩულუნგი, ხისთავა და მილიონერი ყველა ტენდერის მომგები და სვანეთის მთელი ხეთხის გამტანი არც მეტი და არც ნაკლები ახლა ირკვევა ირანში. როგორ წარმოიდგენენ ჩვენი წინაპრები, როცა სპარსელებისაგან იცავდნენ საქართველოს, რომ სვანეთში, აი დალოცულ მხარეში ნაზარდი, წაბლები და მუხები და უნიკალური ხეები, რომელიც ჩვენი სისხლის და ხორცის ნაწილია, ირანში გაუდგებოდა გზას ვიქტორე ჯაფარიძის ბედნიერებისათვის. დიმიტრი ხუმსიშვილი, ბუჯად წოდებული მილიონერი, კვირის პალიტრარუეს ჰოლდინგი, ამისია მთლიანად თავის ტელევიზიით გააკეთა მინისტრობის დროს კიდევ დამატებითი მილიონები, ეხლა წავიდა რაღაცა ციფრული ბანკი გახსნა და იქ ატრიალებს ამ შავ ფულს. ეს რა თქმა უნდა არის დასაჭერი და ასევე გასაკულაკებელი და გასაპარსი სახელმწიფოებრივი გაგებით. ნოშიკო ნამორაძე, ნოშიკო, რომელიც ქალაქის სამშენებლო მაფიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, ხელისუფლების მეხოტბე, ცათამბჯენების მშენებელი და მე აქ ჩამოუყვარი მთელი აზია აფრიკის სამშობლოს მოღალატე და არა ბიზნესმენი, ამას არ ქვია ბიზნესი. ხო, შემდგომ გადაცემაში კიდევ დანარჩენებსაც გავიხსენებთ. ნუ ვინ გამოვჩა ახლა ჩიგოგიძე ეს საქართველოს ბიუჯეტი რო ორივე ყბაში მოქცეული და აბსოლუტურად არც ერთი ტვინის უჯრედი არ არის დახვეული, დახუჭუჭებული. არის მთლიანად პრიალა და სწორი. აი ასეთი ადამიანი რომ მილიონებს იშოვებს და დეპუტატის გახდება, ხო? იმ ქვეყანას რა მომავალი უნდა ქონდეს? ქვეყანას მაშინ აქვს მომავალი, როცა ღირსება, ნიჭი, ტალანტი ფასდება და ასეთი ადამიანი მიიწევს წინ. და რა ამგვარი. დიახ. წაკაძე მილიონერი, რომელიც ინტერვიუზე იძლევა რომ თურმე რა კარგი რეჟიმში და
სისტემაში ვცხოვრობ და რა სულელები ვართ, რომ ვერ ვგრძნობთ ამ ბედნიერებას მაგრამ მონიჭებულს. იმერეთის დეპუტატი იყო ხარაგაული ბაღდადიდან, მილიონერი ოფიციალური ბიუჯეტის სურდელა. ობოლაშვილი მესხეთიდან წამლების და რა ვიცი, სამშენებლო ბიზნესის მაფიოზა, დეპუტატი ასევე ბიუჯეტის ყაჩაღი, ქურდი, სახელმწიფოს მომპარავი და ყოველ დღე დღე-გამოშვებით ახალ-ახალ ინტერვიუებს თავისი შლუნგი გონებით რაღაცას აკვარახჭენებს და მომონტაჟებენ და ისე აჩვენებენ, რომ თლადებელი არ გამოჩნდეს, მაგრამ მაინც ვერ წმინდავენ ისე. 100 წილოსანის ქალბატონზე აღარ არის ხა საუბარი, ვაგონყლაპია შევარქვი მე. ვაგონმშენებელი ქარხანა ეს სიამაყე იყო ჩვენი ეროვნული და საუკუნეებია ფუნქციონირებდა და მოქმედებდა. ამან და მის ოჯახმა შეჭამეს გააკეთეს აუწყლეს. დიახ, კოხოძე, თემურ კოხოძე, აი თეგედა მოტორსის ფლობელი, რომელმაც ახლა იქ წეროვანის მინდვრებზე რო გამოვივლით, ეგონება დეტროიტში და მანჩესტერში თავი იმდენი მანქანა დგა. მანქანა, ექსკავატორი, ტრაქტორი, ეს ყველაფერის ბიზნესი მას დაუთმეს, მილიარდიანი ბიზნესია და აღზავნის რუსეთში სანქციების დარღვევით, ხშირად შუა აზიის გავლით, მაგრამ ის მოაწყობს ახლა ეს. ხო, აი ეს ასე ვთქვათ, ანტიკორუფციული მონაკვეთიც მოვრჩით, ძალიან ბევრი გამოგვივიდა საუბარი. აი ამდენი ყაჩაღი, მეგობრებო, არც ერთ სახელმწიფოს არ ყავს პოლიტიკაში. ჩვენ არიან ახლა სხვადასხვა სფეროებში ტრიალებენ, მაგრამ პოლიტიკასთან არ უშვებენ ახლოს მათ, რადგან იციან, რომ მე სახელმწიფო ჩაიყლაფება და მე მთელი ქვეყანა გახდება მსხვერპლი მათ საქმიანობის. ეს კაცობრიობა მიიცის დასაბამიდან. ამიტომ იყო ამდენი რევოლუციები, ამდენი რეფორმატორული მოძრაობები, ამდენი წმენდები, ამდენი სისხლი დაიგორა, რომ ეს გაქშვებული, გამდიდრებული ფენა მოეცილებინათ მართლობისათვის. და ბოლოს გასწორდა კაცობრიობა და როცა ეგენი მოიცილეს, დაიწყო მეცნიერულ ტექნოლოგიური პროგრესი, კოსმოსის ათვისება, ატომური ენერგიის ეპოქა, ციფრული ტექნოლოგიები, ესენი რომ მოიცილეს. ფეოდალები, აბსოლუტიზმი, მონარქობელები, დაბერილი ბობოლა ისინი, რა ქვია, გრაფები და ბატონები და მილიონერ მილიარდერები პოლიტიკინა რომ მოაცილეს. და ჩვენ დავეშვით იქ შუა საუკუნეებში და უფრო დაბლა.